ოზურგეთის კულტურის ცენტრის სცენაზე ინოვატორული და უჩვეულო პროექტი შედგა. აჭარისა და გურიის მომღერალ ქალთა ანსამბლები ნაი და რეხეული ერთად დადგა და თავიანთი კუთხის კულტურულ-ეთნოგრაფიული ნაწილი სიმღერებით გადმოსცა. შესრულდა არაერთი აჭარული და გურული სიმღერები, რომლებიც ქალბატონებმა სასიამოვნო ჟღერადობით და მელოდიურად საცეკვაო ელემენტებით წარმოადგინეს. აჭარელმა სტუმრებმა მასპინძლებისთვის კაფიები და იუმორისტული სტროფებიც არ დაიშურეს და ჩვენს მეზობლობასა და მეგობრობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. საღამოს ბოლოს კი შუახევის ანსამბლმა ნაიმ და ოზურგეთის რეხეულმა ერთობლივი ნადური შეასრულეს, რომელიც ქორეოგრაფიულმა ეპიზოდმა კიდევ მეტად გაალამაზა. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. თუ აჭარლების დამუნჯება შეიძლებოდა, ადრე ეჭვმეპარებოდა, მაგრამ დღეს დავრწმუნდი, რომ ნამდვილად თქვენმა მასპინძლობამ, თქვენმა გურულმა გულღიაობამ, სიყვარულმა, სითბომ, ასე უანგაროდ ნაზიარებმა ჩვენდამი მართლაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს გურიას სტუმრობდა შუახევის მუნიციპალიტეტი თავის შესანიშნავი გოგონათა ანსამბლი ნაით, რომელმაც წარმოადგინა თავისი კუთხის დამახასიათებელი ფოლკლორი, დაგვდა რხეული, თავისი მართლა ნარნარითა და ყველანაირი აღმაფრთოვანებელი სიმღერებით, დაგვდა ბატონი კობა ბანძელაძე, რომელიც თავში, შუაში და ბოლოში სრულიად გურიას წარმოადგენს ჩვენ ცნობიერებაში. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ, სიყვარულს, სათნოებას, სიკეთეს, გამრავლებას გისურვებთ და ხუთში თაგინურში გეპატიჟებით შუამთობის სახალხო დღესასწაულს. დღევანდელი დღე ნამდვილად შედგა, დღეს სტუმრად ყავდა შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორი გოგონათა ანსამბლი ნაი. ძალიან ლამაზი დღე შედგა. ჩვენგან მონაწილეობას ღებულობდა კულტურის და მოსწავლეთა ხელისუფლებთან არსებული ანსამბლი რეხეული, პირველი პრეცედენტია, სადაც ორი გოგონათა ანსამბლმა ერთობლივი კონცერტი ჩაატარა და ვფიქრობ ძალიან მაგარი და ლამაზი საღამო შედგა. მადლობა შუახევის მუნიციპალიტეტს, კულტურის ცენტრს, მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და კულტურის ცენტრს. ერთობლივი მუშაობით ეს ლამაზი საღამო შედგა და ძალიან კარგი დღე გამოვიდა. დღეს შედგა ის დღე, რომ შუახევიდან გურიამდე მოვედით. ანსამბლი ნაი მოვიდა, დაგხვდა არაჩვეულებრივი რეხეული ანსამბლი, რომელიც ზღვა ემოციები მივიღეთ დღეს. აი ეს იყო გაცვლითი პროგრამა, რომელიც უნდა შედგეს ყოველთვის. მადლობა აი ამ წინვალე მასპინძლობისთვის და აი ამ ზღვა ემოციებისთვის. დღევანდელი დღე რომ მართლაც საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ აი ორი ქალთა ანსამბლის ისე თქვი შეერთება იყო, დაახლოვება იყო, გაცვლა იყო ჩვენი რეპერტუარების და სამომავლოდ კიდევ დაიგეგმა ჩვენი შეხვედრა და საერთო კონცერტები და განსაკუთრებული იყო ეს ქალბატონები იმით, რომ აი მათი ფოლკლორი მაინც აი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ავთენტური, იქ არის შემონახული ეს პირველ წყაროს სიმღერები და მათი თვალები ალბათ სხვა ნაპერწკლებს აფრქვევენ ვიდრე ჩვენ, მიუხედავად რომ გურული სიმღერა მართლაც ცეცხლი არა, ასე თქვია და პოლიფონია, ჩვენ არ ვართ განებივრებული ასე ქალბატონები გურიაში გურული ქალთა რეპერტუარით და ამიტომ აჭარული ეს ქალების ნათქვამის სიმღერა თავისი ცეკვით და ამ ემოციით იყო ძალიან საინტერესო და ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე შედგა თუნდაც იმ ბოლო საერთო სიმღერით, რომელიც ერთად შევასრულეთ და დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა და მადლობა უფალს უპირველესად დღევანდელი დღისთვის და დღევანდელი აი მშვიდობისთვის, რაც ჩვენ ერთად ვიხილეთ კონცერტის სახით.